2 წლის ასაკის ბავშვი თამაშობს პარალელურ თამაშს. ის შეიძლება სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში ინტერესდებოდეს იმით, რომ მათ გარემოში აინტერესებდეს ყოფნა. მაგრამ 2 წლის ბავშვი ხშირად პარალელურ თამაშია, ეგრეთ წოდებულ პარალელურ თამაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის თავისთვის თამაშობს, მაგრამ არ თამაშობს ინტერაქციაში ბავშვებთან. ეს ბუნებრივია. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ამაზე შფოთავენ, რომ აი ჩემი შვილი არ თამაშობს, არ უნდა არავისთან თამაში, გაზიარება არ იცის, არაფრის მიცემა არ იცის. პირიქით, ჯერესერთი როდესაც იწყება საკუთარი ნივთის პატრონობა, რომ ეს ჩემი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური უნარია. ეს ნიშნავს, რომ მას უჩნდება რაღაცა ნივთისადმი მიკუთვნებულობა. მას უჩნდება ეს კონსტანტა, ხო, რომ ეს არის ჩემი. ეს არის და რითაც შესაბამისად ჩნდება ის კონცეფცია, რომ ეს არის სხვისი. ანუ უკვე რაღაცა პატივისცემაზე, სხვის თხოვებაზე, ჩუქებაზე, ესეთ რაღაცებზე მერე ვიწყებთ უკვე ხელშეწყობას, როდესაც ბავშვი უკვე ამის მზაობას ავლენს, როდესაც ის ამბობს რაღაცაზე, რომ ეს არის ჩემი. და როდესაც ბავშვს ვეუბნებით ამ დროს, რომ გაუშვი, ათხოვე, მიეცი, რა მოხდა და ხშირად ეს ემართებათ ხოლმე მშობლებს, რომლებსაც ყავთ შვილები, აი ზედიზედ გაჭენილ შვილებს რო ეძახიან, ანუ უფროსი ასაკის, გამოცდილება უკვე აქვს. რომელსაც გამოცდილება უკვე და თან რაღაც პატარა რო ყავს, შვილი რო ყავს, დაუშვათ 1 წლის რო ყავს დედას და 2 და 3 წლის რო ყავს, ანუ 3 წლინახევრის რო ყავს მეორე, ხშირად იმას თვლიან, რომ ის უკვე გაიზარდა და რაღაცა ის ავალდებულია, რომ გააზიაროს. მაშინ როდესაც ის ისეთ ასაკშია, რომ სწორედ ამ დროს სწავლობს ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება.